თეატრალური წარმოდგენების, სიმღერების, სპორტული შეჯიბრებები და ნაკეთობათა გამოფენა. ეს ყველაფერი ასპინძის საზაფხულო ინტეგრირებული ბანაკის წევრებმა ადგილობრივებსა და მოსკოვის სამკურნალო პედაგოგიკის ცენტრიდან მოწვეულ სტუმრებს უჩვენეს. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ღონისძიება ქალთა კავშირის რეას ორგანიზებით გაიმართა. ჩატარდა ერთიანი წარმოდგენები, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს აბსოლუტურად ყველამ. დაწყებულმა მოსკოვის სამკურნალო ცენტრიდან ნახეთ, რომ გამოვიდნენ მონაწილეები, ჩამოვიდნენ აგრეთვე არალის ცენტრიდან, ჩამოვიდნენ ახალქალაქიდან და ასპინძის ცენტრიდან ჯერჯერობით მაყურებლის სტატუსით იყვნენ. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ გაისადოს და ამის მერეც ეს იქნება ყოველწლიური ბანაკი. სხვადასხვა ღონისძიებებში მონაწილეობას ასპინძის ინტეგრირებულ ბანაკში გაერთიანებული ადგენისა და ნინოწმინდის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები, ასევე თბილისიდან მოწვეული ახალგაზრდები იღებდნენ. ინტეგრირებული ბანაკი 8 ივნისს ჩამოყალიბდა, რომელიც ქალთა კავშირ რეასთან ერთად საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით ფუნქციონირებს. ეს ბანაკი ფუნქციონირებს უკვე ერთი კვირაა და ამ პროექტის მხარდაჭერია სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო, ქალთა კავშირი რეა და რაგბის კავშირი, ასე რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია და მე ვფიქრობ, ყოველ ზაფხულს და გაზაფხულს ეს პროექტი გაგრძელდება და უფრო მეტი შეზღუდული პირი იქნება ჩართული. ქალთა კავშირ რეას შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სხვადასხვა აქტივობების ჩატარებაში რუსეთის გარდა გერმანელი და ავსტრიელი პარტნიორებიც ეხმარებიან. ინტეგრირებული ბანაკი, რომელიც ერთ კვირაზე მეტია მოქმედებს ასპინძაში, რაგბის მხარდამჭერთა ლიგის სარაგბო ბაზის ტერიტორიაზეა განთავსებული, რომელიც რამდენიმე თვისწინ საქველმოქმედო ასოციაცია ატუს მიერ აშენდა. ეს დღეობით ტარდება ესეთი ღონისძიება, რომელსაც მე მგონი საკმაოდ დიდი აჟიოტაჟი მოყვება და საერთოდაც ძალიან მოწონთ ჩვენ მოსკოველ სტუმრებს. ეს არის იქიდან ესეთი დღის ცენტრის ბავშვები არიან იქიდან, თავისთავად პედაგოგები და ხელმძღვანელები და მე მგონი ეს ყოველწლიურ ხასიათს მიიღებს და საერთოდაც იქნება ესეთი ყოველწლიური ღონისძიება. ასპინძის ინტეგრირებულ ბანაკში, სადაც 80-მდე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი იყო გაერთიანებული ქალთა კავშირ რეას პედაგოგები და სპეციალისტები, სხვადასხვა უნარჩვევების განვითარებაში ეხმარებოდნენ. რაგბის ბაზაზე ინტეგრირებული ბანაკი დასასრულს უახლოვდება. მისი მხარდამჭერების თქმით, მომავალი წლიდან სამცხე-ჯავახეთის რეგიონში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების მონაწილეობით ასპინძის სპორტული და შემოქმედებითი ფესტივალის ჩატარება იგეგმება.